ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ადამიანებში ბუნებრივად ჩნდება мотивация, რომ ის კილოგრამები, რომლებიც მოაგროვეს ზამთრის განმავლობაში, შეამცირონ და ზაფხულს მეტნაკლებად კარგ ფორმაში თავდაჯერებულები შეხვდნენ. საქართველოში ბოლო პერიოდში პოპულარული ხდება ფიტნეს მიმართულება და ზოგადად ფიზიკური აქტივობა, რაც სავსებით ძალიან კარგია. თუმცა ადამიანების მოთხოვნას ხარისხიან სერვისზე ჩემი აზრით ბაზარი დღეს ვერ პასუხობს. ადამიანებს, რომლებსაც რაიმე შეხება ქონიათ ვარჯიშთან, ყველას მინიმუმ გაუგია ტერმინი კალორიული დეფიციტი. როდესაც ადამიანი იტყვის, რომ მაგათ მას სურს წონის კლება, ყველა რა თქმა უნდა ეუბნება, რომ შენ უნდა გააკეთო კალორიული დეფიციტი. რა თქმა უნდა ეს სწორია, თუმცა არავინ ახსნის იმას, თუ როგორ უნდა გაკეთდეს კალორიული დეფიციტი ისე, რომ პირველი არ დავაზიანოთ ჩვენი ჯანმრთელობა და თან მივაღწიოთ სასურველ შედეგს. მე ვარ გიორგი ბაბურიშვილი, დიპლომირებული მედიკოსი და ფიტნეს ცენტრ კორპუსის პერსონალური მწვრთნელი და დღეს ამ ვიდეოში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ გავაკეთოთ კალორიული დეფიციტი ისე, რომ არ დავაზიანოთ ჩვენი ჯანმრთელობა და თან მივაღწიოთ ჩვენ სასურველ შედეგს. იმისათვის, რომ კარგად გავიგოთ და გავიაზროთ, თუ რისგან შედგება ჩვენი დღიური კალორაჟი, მოდით ეს საკითხი დეტალურად ჩავშალოთ და თითოეული პუნქტი განვიხილოთ. დავიწყოთ TDI-ით. TDI ეს არის ჩვენი დღიური კალორიების ჯამი, რომელიც უდრის BMR-ს, ანუ ბაზალურ მეტაბოლურ მაჩვენებელს, დამატებული TEF-ი, რაც ნიშნავს საკვების თერმულ ეფექტს და ამას დამატებული TEA, რაც არის აქტივობის თერმული კოეფიციენტი. მოდით დავიწყოთ BMR-ით. BMR ეს არის ბაზალური მეტაბოლური მაჩვენებელი, კალორიების ის მინიმალური აუცილებელი რაოდენობა, რომელიც უმნიშვნელოვანესი არის ორგანოების და ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებისთვის. ძირითადად ეს პარამეტრი გამოითვლება მაშინ, როდესაც ადამიანი არის მოსვენებელ მდგომარეობაში, მაგალითად ძილის დროს. განსაკუთრებით ქალები აკეთებენ ისეთ კალორიულ დეფიციტს, როდესაც მათ მიერ აღებული კალორიების რაოდენობა საგრძნობლად ნაკლებია ბაზალურ მეტაბოლურ მაჩვენებელზე. ბუნებრივია რომ გაჩნდეს კითხვა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ხანგრძლივად გააგრძელებს ამ რეჟიმით კვებას. პირველი მომენტი, რაც უნდა გვახსოვდეს, არის ის, რომ ორგანიზმი ყოველთვის ცდილობს მოახდინოს გარემოსთან ადაპტაცია. შესაბამისად, როდესაც დაინახავს, რომ ადამიანი მას აწვის რადიკალურად შემცირებულ კალორიების რაოდენობას, ის შეანელებს მეტაბოლიზმს, ანუ BMR-ი განახევრდება და ასევე დაიწყებს კუნთის კატაბოლიზმს, ანუ დაშლას. და რატომ აკეთებს ამას? ანუ ორგანიზმი ხვდება, რომ შემდეგ დღეებში უფრო გაუჭირდება, ამიტომ მაქსიმალურად უნდა დაიმარაგოს ენერგიის მთავარი წყარო, ცხიმები და პირიქით უნდა მოიშოროს კუნთოვანი ქსოვილი, რადგან კუნთოვან ქსოვილს შენახვისთვის სჭირდება დიდი რაოდენობით ენერგია. საბოლოო ჯამში, რამდენიმე დღის, რამდენიმე კვირის გასვლის შემდეგ, ჩვენ დავინახავთ, რომ სასწორზე რაღაც ციფრები შეიცვალა, თუმცა კითხვა ჩდება, თუ რის ხარჯზე მოხდა ეს ცვლილება. იდეაში დავინახავთ სარკეში იმას, რომ ჩვენი ცხიმოვანი ქსოვილი, რომელიც პრობლემა იყო და რომლის მოშორებაც გვინდა და ისევ ადგილზეა, ხოლო ის კუნთოვანი ქსოვილი, რომელიც ისედაც ცოტა გვქონდა, საერთოდ განილია. საბოლოო ჯამში მივიღეთ გაუარესებული სხეულის კომპოზიცია. გარდა ამისა, რადიკალურად შემცირებული კალორიების რაოდენობა შეუძლია ორგანიზმში გამოიწვიოს ჰორმონალური დისბალანსი. კაცების შემთხვევაში განსაკუთრებით გავლენას ახდენს ჰორმონ ტესტოსტერონზე, რომელიც იწვევს მამაკაცებში საკმაოდ სენსიტიურ პრობლემას და ეს არის ერექციული დისფუნქცია. ხოლო ქალების შემთხვევაში მას შეუძლია გამოიწვიოს მენსტრუალური ციკლის დარღვევა ან სრულად გაქრობა ამენორეა. ასევე მას შეუძლია რომ გააუარესოს ადამიანის მენტალური ჯანმრთელობა, ადამიანი შეიძლება იყოს გაღიზიანებული, აგრესიული, დეპრესიულ განწყობაზე და ადამიანს ჰქონდეს მუდმივი განწყობა იმისა, რომ მიიღოს რაღაც არაჯანსაღი საკვები. ხანგრძლივ პერიოდში მას ასევე შეუძლია რომ დააზიანოს ჩვენი შინაგანი ორგანოებიც. მაგალითად დააზიანოს გული და გამოიწვიოს ბრადიკარდია, არითმიები, ჰიპოტენზია, ასევე პრობლემების შეგვექმნას ღვიძლში და თირკმელში, ასევე ჰემატოლოგიური კუთხით გვქონდეს პრობლემები, როგორიც არის რკინა-დეფიციტური ანემია, B12 დეფიციტური ანემია, მათ შორის რა თქმა უნდა ასუსტებს ჩვენს იმუნურ სისტემას და შესაბამისად ჩვენი ორგანიზმი უფრო ადვილად მოწყვლადი ხდება ინფექციების მიმართ. ახლა საინტერესოა თუ როგორ უნდა გამოვთვალოთ ბაზალური მეტაბოლური მაჩვენებელი. ამისათვის არსებობს სხვადასხვა ტიპის ფორმულები. მე კონკრეტულად ამ ფორმულას ვიყენებ, რომელიც გამოჩნდება ეკრანზე. არსებობს ქალებისთვის სხვა ფორმულა, კაცებისთვის სხვა ფორმულა. მოდით კონკრეტულად ჩავსვათ თან რიცხვები და გამოვთვალოთ. მაგალითად, ავიღოთ ვინმე სალომე, რომელიც არის 165 სანტიმეტრი, 55 კილო და არის 30 წლის. ანუ რიცხვების ჩასმის შემდეგ და გამოთვლის შემდეგ მივიღე მე პირადად 1270 კალორია. შეგვიძლია დავამღვალოთ 1300 კალორიამდე.
იმ შემთხვევაში, თუ სალომე გადაწყვეტს, რომ გააკეთოს კალორიული დეფიციტი, მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ეს მომენტი, რომ მის მიერ აღებული არჩეული კალორიების რაოდენობა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ჩამოსდეს 1300 ერთეულზე. განსაკუთრებით მაშინ, თუ ამას აპირებს, რომ გაგრძელდეს კვირების, თვეების და ზოგჯერ წლების განმავლობაში.